53 საჯარო სკოლის მოსწავლეები დღეიდან თანამედროვე სტანდარტების სასაძველოში ისარდილებენ. ახალი კვების ობიექტი განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გახსნა. სასაძველო კომპანია გოგლი მოგლმა გაარემონტა და თანამედროვე აპარატურით აღჭურვა. სკოლის მოსწავლეებს კვების ობიექტში ანგარიშწორება ელექტრონული ბარათების საშუალებით შეეძლებათ. ბარათები 53 სკოლის მოსწავლეებს ტაო-პრივატ ბანკმა უსასყიდლოდ დაურიგა. უკვე 1/3-ში სკოლების ფუნქციონირებს ესეთი სასადილოები, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას ერთი მხრივ გარანტია მივცეთ მშობლებს თვითონ კვების ხარისხის და მეორე მხრივ ეს ძალიან მნიშვნელოვანი უსაფრთხო სკოლის კონცეფციისგან გამომდინარე, როდესაც ბავშვს არ უწევს ნაღდი ფულის ტარება ჯიბეში. ჩვენ მუდმივად ვანვითარებთ უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ფარგლებში კვების მიწოდებას სკოლებში. ჩვენ მუდმივად ვანახლებთ ჩვენს ასორტიმენტს და მუდმივად ვზრუნავთ ჩვენი პროდუქციის ხარისხი. კარგია, ჯოს ნაღდაჯობია. აქ გემრიელი საჭმელები იყიდება. კარტ რო არის, დიდი ბავშვები პატარებს ფულს აღარ ართმევენ.